მოგესალმებით მეგობრებო, სად არის ჩვენი ძმა? გამოაჩინეთ. აი, ჩვენი ძმა საკარი. როგორ ახარ, ჩემო კარგო? ჯიგრულად, მაგას როგორ ხარ? გაიგებდი ახალ ამბავს, საათნახევარი ელაპარაკა პუტინი და პუტინი ელაპარაკა ტრამპს, დაპატიჟა პუტინმა ტრამპი მოსკოვში. ტრამპმა პუტინი ამერიკაში. და ტრამპისგან მინდა რომ იცოდეს ჩვენად ვიფასო მოსახლეობამ, რომ საათნახევარი ძალიან კონსტრუქციულად ვიბაზრეთო, ყველაფერი მიმოვიხილეთო, უკრაინაცო, ახლო აღმოსავლეთი, ირანიცო, ირანის ბირთვული პროგრამა. ხო, და იცით რომ უფეშკაშა აჩუკა პუტინმა ტრამპს თავისი დაჭერილი მოქალაქე ჩავიდა და შეხვედრა ჰქონდა გუშინ. მოკლედ სიამტკიცებაში არიან და ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვა ტრამპმა და ის მინდა რომ გავარჩიოთ. ეხლაო აგერო ვილაპარაკეთო იმ საათში დაურეკავო ზელენსკის, ანუ ზელენსკის საქმის კურსშიც არისო, ვაფშე დაიბაზეს რა მოილაპარაკეს. და თან ომის გაჩერებაზე ვილაპარაკეთ, რაც ორივე შევთანხმდით, რომ ამდენი ადამიანი აღარ უნდა დაიღუპოს. და შემდეგ ამას წინ უძღოდა მეგობრობა ჯობია ომსო. ამას წინ უძღოდა მეგობრებო. ახალი თავდაცვის მინისტრის ინტერვიუ, სადაც 2000 თავდაცვის მინისტრის სტატუები ნახება ჩონარაჟა. 2014 წლამდე საზღვრებამდე დაბრუნებას აზრი არ აქვს და ნატოში უკრაინის მიღებას ვაფშე აზრი არ აქვს. მოკლედ ძალიან საინტერესოდ ვითარდება. კიდევ ერთხელ მახსენდება ქართული სიბრძნე, წააკედეს მურია და შეაჭამეს მგელს. და ვილაპარაკოთ იმაზე, თუ როგორ ექცევა ამერიკა, როგორ მოექცა ამერიკა, ამერიკის ძველი ადმინისტრაცია ამ სასწოდავ ქვეყანას, დაივიწყეს ყველანაირი დაპირება და ეხლა ეუნებიან, რომ რა ფული? თქვენ გინდათ ჩემი ფული? და სთხოვს $500 მილიარდ ტრამპი ზელენსკი ფული არ მაქვს და სხვა რამით რომ მოუცეთო და სხვა რამე არის წიაღისეული. ეხლა ეგრო გავარჩიოთ ეს თემა მეგობრებო დაიწყოს. ჩვენ სანამ ეთერში შემოვიდოდით მე და შალვა ვაპარაკობდით რომ მე პრინციპში ბევრნაირი დისკურსი არსებობს ხო სადაო საქმეების არსებობს რაღაცა ეგრეთ წოდებული პლატნოი არსებობს ისეთი კრიმინალური წითელი შავი არსებობს ხო რელიგიური არსებობს რელიგიური არსებობს ეს ყველანაირი ესეთი მე მართლა მარტო ვესტერნში მაქვს რა ნანახი დაახლოებით აი ვესტერნის ვაიბი და ხო ცუდი გმირი ანუ აი გმირების არა მოკლედ ფრონტირის ესთეტიკა არის რა მთლიანად რა როგორ ექცეოდნენ ადგილობრივ აბორიგენ ესე მკვიდრ მოსახლეობას ესე იგი ყველაფრის ალბათ მაკიაველიზმის ყველაზე ვულგარული გაგება და ყველაზე ვულგარული ინტერპრეტაცია არის რა ესე იგი მე წინა ადმინისტრაციის პასუხისმგებლობას არ ვიღებ და გეუბნები რომ ჯერ შენ არ უნდა ჩართულიყავი ომში ანუ ზელენსკიზე ეუბნებიან და პლუს ამას ფული გაქვს მოსატანი ანუ ესე იგი შენ რომ მე ვალს გაბრუნებინებ ბაჩო ერთი ხო ვალი დააბრუნე მე სისხლიც რო გადაგისხა ორგანოებითაც წავიღო და პლუს ამაში მკურნალობაში მე კიდე ფული გამოგართვა რა და ხო და ეს ზელენსკის რას ანიშნებს იცი ამით რომ აი მე რო გითხრა რომ გრავიტაცია აღარ არსებობს თქვა და გადახტი რა ფანჯერიდან 10 მეტრია ხო რა მე ხუთე სართულიდან გადახტი და რო გადახტე ხა მე გადაგახტუნებ შენ გადახტი რა მოიცა კაცო არა მე მოგივლი გიფში ჩაგისვავ იქ ფულსაც დაგახარჯებ მე ამოვიღებ მაგ ფულს მაგ გიბზე და უნალობაზე მაგრამ ეხლა მე რო პრეტენზია წავმიყანო ჯერ ესეთი მე არ ვიყავი ის მაშინ მართველი მე რო გითხრა იმ მართველმა შენ თვალები არ ქონდა დაახლოებით ეს პრინციპი იყო ერთი რაღაც გამახსენდა ძველი საბერძნეთი რა სადაც ჰერაკლიტეს პრინციპი იყო რომ ერთ დინარაში ორჯერ ვერ შეხვალ რა იმიტომ რომ ის იყო ერთადერთი უნივერსალური რაც არის ცვლილებები და ეს ყველაფერი იცვლება და მე იმ პერიოდში დაუდგეს ეგეთი სპექტაკლი რომ ესე იგი ამის გაშარჟება დაიწყეს რომ მოვალეს ფულს აღარ უბრუნებს იმიტომ რომ უკვე სხვა არის რა და დაახლოებით ეგ პრინციპი გააკეთა ტრამპმა რომ ანუ სხვა ვარ რა მე კი დაგაწევინე მაგრამ სხვა ვარ და მინდა ბაჩო სანამ შენ თქვი რატომ არის ეს მიდგომა სწორი ტრამპი რაზე უტრაკებს იცი ტრამპი რა სხვა რამეს ეუბნება რომ შემოიჭრა და ომი დაიწყე და წინააღმდეგობა გაუწიე ეგ
დაუშვათ პრობლემა არ არისო. სტამბულის შეთანხმებაზე რატო არ წაყევთ? ხელმოწერილი შეთანხმება. შენო მაშინო განიზრახებდა მახსოვს დღესაც მახსოვს აი თვალნათლივ მიდგას ტრამპმა როგორ გასცინა ზელენსკის I wanna fight. შენო ომი გადაწყვიტეო? აი მან დაგერხაო. რატო გადაწყვიტეო? ნაპოლეონი დამარცხდა, ჰიტლერი დამარცხდაო. Huge დიდი ძალა არისო. რატო გადაწყვიტე ომიო? რას დაუჯერე ამ იდიოტებსო რა? ხო ხედავა რა? პერვერტებსო, ლუნატიკებს, მანიაკებს და იმათო რა ქვია, Sweet Game-ის VIP-ის ნომრებსო. ხო, ბაჭო, შენი კომენტარი. ანუ ახლა უკრაინა არის ყველაზე შავ დღეში, ვიდრე ყოფილა მთელი ამ 2 წლის განმავლობაში. იმიტომ რომ თუ ვინმეს ჰქონდა შემორჩენილი ილუზია რომ აი ამერიკა ამს გარდატეხს უკრაინის სასარგებლოთან ევროკავშირი გარდატეხს ამას ეგ ილუზია საბოლოოდ თვითონ ამერიკიდანვე განადგურდა ამასთან რუსეთი და ამერიკა არიან რომლებიც რეალურად რჩებიან მოგებულები ამ რუსეთი იმიტომ რომ ნახევარ უკრაინას გაიფორმებს რაც უკვე ტრამპმა თანხმობას კი განაცხადა იმიტომ რომ თქვა რომ შეიძლება განმარტივად უკრაინა გახდეს რუსეთიო და გავს განცხადებას რომ აკეთებს ასეთ თუ პერიოდში და ვითარებაში ამაზე ძალიან მარტივი ინტერპრეტაცია შეგვიძლია რომ გავაკეთოთ და ნუ რაც შეეხება წინა ადმინისტრაციამ რაც აკეთა ბაიდენის ადმინისტრაციამ და Deep State-მა ამ შემთხვევაში BlackRock-ის ხელით იქნებოდა ეს თუ პირადად ბაიდენის მცდელობები კორუფციული გარიგებები დაედო უკრაინასთან ეს ფული ხო თავის მხრივ შეიჭამა უკვე და ეხლა ტრამპი თხოვს რომ შენ ყველა წიაღისეული რაც კი გაქვს იმ დახმარების საპირწონე რომელიც ამერიკამ გაგიწე ეხლა ჩემ პირობებში მე ეს უნდა დავბრუნო ანუ იდეაში ზელენსკიმ დაისვა ყველაზე ცუდი გარიგება რაც კი შეიძლებოდა მას დაარიგებოდა. სოდნოდა მე მაგას. კი ბატონო. კი, ეგა რასაკვირველია და ყველა და უყურე დღეს უკვე ზელენსკის მხარდაჭერა ის განსაკუთრებით ისეთ ხელაღებით მხარდაჭერა როგორც ეს ხდებოდა ქართველ ლიბერალებში თუ დასავლურ მედიაში და აი შევჩენკო რო გამოხდა ბიჭო რო მე ზელენსკის უჭერო მხარსო და კალაძეს არ ველაპარაკე. კალაძეს ხო აი კალაძეს რო წაკბინა რა ბიჭო ვირან უკრაინელი ადამიანი დღეს როგორ შეიძლება უჭერდეს ზელენსკის მხარს იმ სავალალ შედეგებინა გამომდინარე რომელიც დღეს სამწუხაროდ უდრეს უკრაინას და მაშინ ერთიც დავამატოთ რა იმიტომ რომ მე მგონია რომ აქაურ ვთქვათ პერვერტებზე აქაურ დივერსანტებზე და აქაურ ესე იგი სულად გონებიდან შემცდარ ადამიანებზე საუბარი ამ პირველ რაც ტრამპის ადმინისტრაცია დაინიშნა, ნუ არ არის აქტუალური, იმიტომ რომ მეტროპოლიაში ანუ ცენტრში ხდება რაღაცა მნიშვნელოვანი მოვლენები და ეგ უნდა აღვნიშნოთ, რომ ზელენსკის მხარდაჭერა ხო ერთია ალბათ არ ვიცი ყველა უკრაინელი გაბრაზებულია ზელენსკიზე და თვითონ ამერიკელები ეუბნებიან რომ მთელი თქვენი ლიდერშიპიო ჩართულია ომის დანაშაულში და ხართ ბარიგებიო. ანუ ბარიგები ხართო რა, თქვენი იარაღი და ხო გახსოვს ჩვენ როდის ვლაპარაკობთ თავაზე. უცბად ამერიკული იარაღი, რომელიც დახმარების სახით მიეწოდებოდა უკრაინას, ძალიან მალე ელვის სისწრაფით აღმოჩნდებოდა ხოლმე აფრიკის კონტინენტზე, სადაც ამბოხებულების ხელში, ასევე ლათინურ და ცენტრალურ ამერიკაში კარტელების ხელში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ბიჭო, პირდაპირ ეუბნებიან რომ ბარიგები ხართო რა, ჩართული ხართ კორუფციაში. იპარავთ ჩვენ ფულს და მთელი უკრაინა უბრალოდ თუ ნახეთ ბოლოს უკრაინელი ჯარისკაცები სად წვანან კარდონებზე რო წვანან დიდი საერთო ის რო არის რაღაცა საცხოვრებელივით კარდონებზე აი რაგით რომ ვირთხები დარბიან აქეთ-იქით და უცბად აქეთა ვიღაცა ელიტა ამ ფულით ალპებში და რაღაცა იქით მერე ლაჟვარდოვან სანაპიროებზე ქვემოთ და როგორ ლაგჟერი ნივთები იცი აი ერთსაც ვიტყვი და დავასრულოთ მე მგონი იმიტომ რომ ფაბერჯეს პორციგარები გათამაშდა ანგლო-საქსონური კლასიკური ოპერაცია დაბოლების გოიმის ყველგან მოატარეს ყველა პარლამენტში შეიყვანეს სტაში და უკრეს ერთი ოსკარებზე არ გამოუვიდათ თორე ტრიუმფალურად ატარეს ეს გოიმი დააგოიმეს შეაჭამეს
დაცდა, ეხლა შეიძლება რამე ღილაკზეც და ბიჭო, ზატო ანჯელინა ჯოლის ხო შეახვედრეს და შონ პენმა ოსკარი ხო ათხოვა. აი კლასიკური დაბოლების, გოიმის დაბოლების, დაგოიმების ოპერაცია. ის ტრამპის მიერ გამოქვეყნებულ საიდუმლო დოკუმენტებიდან ერთ-ერთში გახსოვთ თქვენ ბაიდენის ბრძანება რომ უკრაინაში ის მოსამართლე გაეთავისუფლებინათ ვინც ჰანტერ ბაიდენის ანუ ჯო ბაიდენის შვილის კორუფციულ გარიგებებს იძიებდა პროკურორის მე მგონი მოსამართლის პროკურორი ცალკე ისტორია პროკურორი რო დაემუქრა რომ ფულს არ მოგცემთო ჯერ კიდევ იქამდე ზელენსკიმდე იყო კი ბატონო ღიად დაემუქრა კი არა კი და გაუშვეს იმათ არა ღიად უთხარ რომ ჩემ ფეხებს მოგცემ მილიარდ ნახევარზე იყო საუბარი თუ იმ პროკურორს არ მოაძროფო მოდით გავუშვათ პატა ბურჭულაძე თაღლითი ვინ პატა დაპატა პატა ბურჭულაძე რომელიც მოგებული მაქვს სასამართლო და შემიძლია თამამად უწოდო ეს არის ქველმოქმედი კურდი და უპოვარი უსახსრო და გაღატაკებული ბავშვების თვის ნაჩუქარი ფულის მომპარავი არსება ეს გვეკაიფება ჩვენ პოზიტივის და იმედი ჟურნალისტებს, მაგრამ არ მინდა რომ გაუშვათ რა. ხო და არ გაუშვათ და ბარემ ის რა გაუშვათ. მაგის ნაკაიფარი ხელახლა საკაიფარი. ხო და მოდი არ გაუშვათ და ბარემ უკრაინა. ეს მინდოდა მე თქვა რომ ხო ხტები არა რომ იცი რა არის უკრაინაზე ვსაუბრობ და უკრაინაზე ვსაუბრობ და შალვა აი ეს გაუშვი. სუსტად იცი რას მიგდე? კი, ეხა გადმოგიგდებ. მოდი სანამ ჩამიგდებ. და უკრაინაზე ვლაპარაკობ. ლაშაბუღაძე გაუშვი. არა, ბარემ უკრაინაზე. გონჩარენკო რას ამბობს უკრაინაზე. რომ ესე იგი გადაიქცაო ჩრდილოეთ კორეადო და აი ეხა რა. გაუშვით აბა. გონჩარენკო ამბობს ამას ეხლა? ხო, გაუშვით. და ჩვენ Північну Корею, друзі. Знаєте, тут поки засідали і під гаслами лібертаріанства перетворили Україну на Північну Корею. Ну подивіться самі. Що ми ეს ტრამპის გავლენის ქვეშ უკვე აკუკავს დემოკრატებს ხო ეს ხო ამას ფეხებზე აგდია არა ესეთი სხვათა შორის გონჩარენკოზე ოდიოზური ფიგურა ჩვენ მაკალიბრის თქვა ჩავანათელოს რაღაცა როგორ არა გუბას როგორ შეადარებ შავა ამას ძალიან დაუცხრომელი ენერგია აქვს და ისიც გავიხსენოთ ჩვენო აქციების და რევოლუციის მცდელობის დროს ეხლა როცა პიროტექნიკას და მოლოტოვებს ესროდნენ პარლამენტს გონჩარენკო იყო ჩამოთრეული აქ ანუ საველე სამუშაოებზე და წვრთნებზე და მაიდნის მცდელობაში და გონჩარენკოს ქართველ ლიბერალები ტაშს უკრავენ მაშინ როდესაც გონჩარენკო იყო უკრაინაში პოლიტიკოსი პრორუსი და გეორგიევსკის ლენტით მოძრაობდა რომელიც არის ძალიან ძლიერი ხაზი რო კითხო ქართველ ლიბერალებს გუგაძე გაუშვათ ძალიან კარგი ბუღას ჩემი ასე თქვა და არა მხოლოდ ჩემი პერსონალური მოლოდინიც და ლოზუნგიც კი ასეთია არჩევნები ივანიშვილის გარეშე ივანიშვილმა საერთოდ რა არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა თორე ქართულ ანუ 1,200,000 კაცის გარეშე უნდა არჩევნების ჩატარება ხო აი ეს ხო ვაფშე ახალი წვერვალია არა კაი დაუშვათ მილიონია ან 800,000 რა ვიცი რამდენს გვაძლევენ 300,000 გვედავებია ხო ანუ 900,000 მათი დაწყვით ხო ყავს ამომრჩეველი თუ 800,000 ანუ რა გამოდის? ანუ ამ ხელას ჩვენ არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა? ანუ ვინც ქართულ ოცნებას ვაძლევთ მას? ეს ხო ბუღაძის სლოგანია, ლაშას და ჩემი სლოგანი არის გია ბუღაძე ულვაშის გარეშე. მე მინდა რომ მამას უკმეშენ. მამა ბუღაძე მე მინდა რომ ვითხოვ მაგაცის გაპარსვის უფლება. მამამის თავი დაანებე ბიჭო. აი სხვათა შორის არ არის. მაგის ულვაში ჩემთვის არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე შიშის მონგრელი არა აი რაღაცა ხო არის რაღაცის განადგურება რო გინდა რა ბიჭო ულვაში სხვათა შორის როდესაც ფრანგებმა გაათავისუფლეს საფრანგეთი გერმანელ ოფიცრებთან მოკურკურე ბოზები ბოზქალებს ხო გადაპარსეს თავები ეს პირდაპირ ანალოგია არ გეგონოთ მაგრამ დაახლოებით შეიძლება ესეც გავიგოთ მაგრამ მე ყოველგვარი ძალადობითი გადაპარსების წინააღმდეგი ვარ უნდა უჩამდეს რა ეს არის ელემენტარული ყველაზე მინიმალური მოთხოვნა რაც შეგვიძლია წაუყენოთ ან ზოოპარკი შეიძლება გავამწესოთ ცოტა ხნით მიმუშაოს მორჟა იმათ რა ქვია ეს ჩვენ გვინდა გავუშვათ ვალრუსი რა ნენსი ვოლანდი რომელიც იძახდა რომ მივდივარო ბრძოლიდანო მაგრამ შემდეგ გამოიძინა და აღარ უნდა ბრძოლიდან დასვლა ვინ გაუშვებდა გაუშვით შეიძლება ნენსი დასვლა უნდა ეგრესადა
თითქოს გაიაზრა ყველამ, რომ ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე და ეს არის მთავარი, რაც ჩვენ გვამოძრავებს, ეს არის ჩვენი ქვეყნის მართლა განუზომელი სიყვარული და აქამდე სადღაც გულის სიღრმეში ყოველთვის რა თქმა უნდა ვიცოდი, რომ მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ როცა უკვე დავიწყე დაკარგვა ამ ჩემი ქვეყნის და ამ ღირებულებების და ამაში დაგვეხმარნენ ქოცები, მივხვდი, რომ იმაზე მეტად მყარებია, ვიდრე ვიაზრებდი ამას გონებაში. სერიოზული ეგზისტენცია. მე რამაჭერს მე ყველაფერი გავიგე, რომელ ქვეყანაზე ლაპარაკობს ვერ გავიგე. საქართველოზე არ ლაპარაკობს აშკარად. ბიჭო, ეგაა ძალიან მაგარი, ანუ 30 წელს რო გადაცდები და მე რო აღმოაჩინე, რომ ვაიმე სამშობლო მიყვარსო. არა, ქვეყანაზე საუბარი. არ მიყვარსო ნეტაო. მე დაახლოებით მაქვს წარმოდგენილი, რომელ ქვეყანაზეა საუბარი. მაგრამ არ ვიტყვი, იმიტომ რომ გამჩაგრავენ. და ზოგადად ქალბატონი ნენსი ხასიათდება ამბივალენტური მიდგომებით. ანუ დღეს უნდა, ხვალ არ უნდა სამშობლოსთვის ომი. და რა ვიცი, აბა როგორ არის. ეგრე არ გამოდის ქალბატონო ნენსი, ჰოლანდიდან ჰოლანდია ამის გვარი. გეხოცებით, ამ ქალის სახელი და გვარი არ შეიძლება რომ დავადგინოთ, რა ქვია. ხო აქ რაღაც სახელი და გვარი, ოღონდ ყურში მითხარით და მე გადავწყვეტ, თქვა თუ არა. ნენსი ჰოლანდე, ბატონო? რა გვარია? ხო აუცილებლად გაარკვიეთ სასწრაფოდ, რომ ნენსი ჰოლანდი რა გვარია, საერთოდ კატა ბეჰემოტი. არ შეიძლება, ეგ სხვათა შორის ასევე ფილმიდან არის, იმ რომანიდან არის, საიდანაც მას სახელია გაღებული. მე უბრალოდ მინდა, რომ აი ნენსისნაირმა ადამიანებმა ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს თავი რომ დაგვანებონ, არ შეიძლება. სხვა ქვეყანა რომ მივცეთ, მე სულ აწუხებს ეს იდეა, რომ რაღაცა შემოღობის. ეგ ჩემი იდეა იყო, ძმაო. ხო, ჩემი არა, შენი იყო. ლაზიკა. არა, ლაზიკა ხო, ბატონო. არა, ნუ არენდით გადავცეთ 40 წლიანი. ხო, აი რაღაცა იქ იჩხუბონ, იქ ააშენონ სახელმწიფო, იქ ითამაშონ. აი, დავით აღმაშენებლის სიტყვები უწერია გავიმარჯვებთ სახელოვნად. ესე იგი, ეს არის უდიდესი ბრძოლის წინ წარმოთქმული სიტყვები, ხო? ნუ ჯერ ის ბრძოლა რატო ჩატარდა და როდის ჩატარდა და რამდენი ითმინა დავით აღმაშენებელმა დაიწყება, რა გჭირს ვერ გავიგე შენ კიდე რა. ნერვები მეშლება, რატო იღებენ აღმაშენებელი მაგალითებს ჩვენი სახელოვანი ისტორიიდან, არ ეკუთვნით. სხვა ქვეყნის ისტორიიდან აიღო მაგალითი. მე ძალიან მადაგასკარიდან. ნუ ყველგან ეგენი არიან და რა ვიცი. კარგი. მე მგონია რომ ბოლო ამ რამდენიმე თვის მანძილზე დღეს ყველაზე მეტად გავახარეთ ნენსი ჰოლანდი და ყოჩახ შალვა შენ რა. ნენსი ჰოლანდი, ბიჭო, გიგი უგულავაზე გადავიდეთ რა, ძალიან მაგარი. გიგი უგულავა საინტერესოა. კახარიაზე როგორ თქვა? თუ შეიძლება. ამას ჩვენ ყლაპავ და ვიძახით, არა, იმიტომ რომ ხალხმა გადაეხალდა ზომბებს ვეძვით და ადამიანები მოგწონს თუ არ მოგწონს ერთმანეთი, ხელი უნდა გაუმართოთ. და რანაირი სურვილი არ მაქვს მაგ ხალხთან დაპირისპირების, მაგრამ ესე ყველაფერს ცალკარაზე ვერ ვიქნებით. არავის და არავის არ შევარჩენთ იმას, რომ ევროპაში ჩვენი პარტნიორების დერეფნებში ირბინონ და ისისინონ და მოდი ეხლა მიხეილ სააკაშვილის საკითხი მოუტეხოთ თემიდან. გეგონება ეს პრობლემა არ არსებობს. გეგონება უკანონო პატიმრობაში არ არის ადამიანი. არის ისე არის რეზოლუციაში ეს პუნქტი ჩატარებული. ხო და ამიტომ აი ამას ხოს. ამან ხალხს გონიათ რომ იმ დღეს რომ ოცნებას ხაზავს და ოცნებისკენ რო არის ილუზიაა იმ ხალხზე სწორება. დაანებოს უნდა გახარიან თავი იმ ხალხზე სწორებას. ხო, მე მეგონა სხვა მონაკვეთს უშვებდით, სადაც ამბობდა, რომ თვალები დათხარავდა და დათვის ტყვიები, დათვისასროლი ტყვიები გამოიყენა და რომელიც გამოკიდებული იყო. და მოიცადე ევროპაში, სადაც დერეფნებში სისინიო, ანუ გიგი უგულავა და ალბათ სალომე სამადაშვილი, გიორგი კანდელაკია, ევროპული საქართველოს ეგ რაღაცა თუ სალომე სამადაშვილი ნაცებში იყო, ყოველთვის აღარ მახსოვს. ნუ ევროპული საქართველოს ლიდერშიპი გამოირჩეოდა ევროპაში სიარულით და სისინით, რასაც ქვია, ოღონდ საქართველოს წინააღმდეგ და ეხა ვიღაცა თუ წავიდა და მიშა სააკაშვილის წინააღმდეგ ისისინა, ის კიდე უკეთესია. ხო, ნუ გვარი დადგინდა, ქრისტინე ბოტკოველია გვარა და რა ვიცი, ბოტკოველია, მაშინ მე ვარ რიხარდო ომი. კაი, დავადგინე გვარს, არ არის პრობლემა.
რა პრობლემაა? დავადგინეთ. გიორგი გაჩენს პრინციპულად. კაი, რა გავუშვათ ახლა? გავუშვათ დიმიტრი შაშკინი, ძალიან სერიოზული ადამიანი, რომელიც ჩანაწერი გავრცელდა თავის დროზე, მასწავლებლებს კრებდა და სისხლს გამოგცოლთოთ. თქვენ სისხლს დავლევო ეუბნებოდა არჩევნების წინ თუ არ უზრუნველყოთ ჩვენთვის კარგ შედეგს. მაშინ ministri იყო განათლების მაშინ. დასის არჩევნებზე იმითი სტოლით რომ მოძრაობდა. მე 2016-ში იყო. კიბორ გუბიცა. არა, 16-ში 21-ში იყო თუ 20-ში. 21-ში მართა 20-ში არა, საპარლამენტოში იყო. კიბორ გუბიცა. გავუსვით თუ შეიძლება კიბორ გუბიცა. განსხვავება არჩევნებზე რო წავაგეთ, ნახევარ საათში გადავეცით ხელისუფლება. აი ეს არის განსხვავება. ნახევარ საათში გადავეცით ხელისუფლება რო წავაგეთ არჩევნებზე. ეს არის სხვაობა. არარსებული სახელმწიფოზე მიხეილ სააკაშვილმა შექმნა თანამედროვე საქართველოს იმ ინსტიტუტებით, რომელსაც ახლა სარგებლობს ქართული ოცნება, რომელიც მოირ გაჩერდ. მე მგონი მოვიდა დრო, მე ვიცი, რომ რაღაცა ქმედებები ახალაიას დაჯგუფება, მაშინ ministri იყო ახალაია, ჯარშიც ჰქონდა ცდილობები, ყველამ ვიხილეთ ხაშურში სპეცსაზღვრების მიერ მოტაცებული ყუთი და ვიცით ასევე ბევრმა ამერიკელების კაფე ოპოზიცია კარგავდნენ ქვეყანას, მაშინ რომ გამოეცხადებინა გამარჯვებულად თავი, იქნებოდა საყოველთაო სახალხო აჯანყება. ცალსახად. უნდა გამოიძიოს საპარლამენტო კომისიამ ეს საკითხიც და პირში უნდა ჩავჩაროთ აი ამ სიტყვების ხშირად მთქმელთათვის აი ეს დოკუმენტი, რასაც გამოიძიებთ. ერთი ადგილი არ ქონდათ, კუთხეში იყვნენ მიყენებულები. თქვენ თუ გახსოვთ, ბიძინა ივანიშვილს და მის მეუღლეს რომ წაართვა მოქალაქეობა. ხო გახსოვთ ეს? იმ მეორე დღეს თითქმის ყველა ქვეყნის ელჩი იჯდა ბიძინა ივანიშვილის სახლში და რატო იჯდა, იცით? განზრახული ჰქონდათ შევარდნა და არ ვიცი რას დააპირებდა. და უფრო მეცაც გავიხსენებ მე რომ ზუსტად მაგ 1 ოქტომბრის შემდეგ წავიდა ეგეთი დისკურსი, რომ რადგანაც წაგებულმა ძალამ ძალაუფლება გადააბარა, ეს ნიშნავს, რომ აპრიორი დიქტატურა არ ყოფილა. ამაზე მე ბენდუკიძემ თქვა, რომ დიქტატურა დავარცხდა არჩევნების გზით, ეს იგივეა, რომ ბენდუკიძემ თმები გადაივარცხნაო რა. თმა ანუ არ ქონდა და დიქტატურა ვერ მარცხდება არჩევნებით. ეს ესე არ იყო, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით ჯერ ერთი კვაზი დიქტატურა, რეალურად რო ვთქვათ, ფორმალური ავტორიტარიზმი ფორმდებოდა მაგ დროს, მაგრამ ისე იყო ავტორიტარული მოდელი. მე ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, ანუ ეს არის მეცნიერული დისკურსი და მაგ სიტყვებით შეგვიძლია ცალსახად მოვიხსენოთ. ეს იყო პოსტკოლონიალური რეჟიმი, რომელიც ლეგიტიმაციას იღებდა მხოლოდ და მხოლოდ გარე ძალისგან. რა თქმა უნდა, იმ პერიოდის ადმინისტრაციამ ამერიკულმა ჩათვალა, რომ ეს იყო სამოქალაქო ომი დაიწყებოდა და ამას უბრალოდ ვერ დაუშვებდნენ, თორე ჩვენ ვნახეთ ხაშურში, ანუ არ ჭირდება ამას, თქვათ, ინსაიდერული ინფორმაციები, ის ინფორმაციები, რაც ჯერ არ არის საზოგადოების ფართო ცნობილი, ხო? ცალსახად ვნახეთ ხაშურში სპეცრაზმი როგორ შევარდა საარჩევნო უბნებთან, ხო? ხალხი იყო მობილიზებული აქეთ, ყველანი და ამ მაგ არჩევნებს ნაციონალურ მოძრაობა ვერ წაიღებდა ვერავის დახმარებით. და შალვამ ძალიან კაი რამე თქვა, მართლა ეგრეა, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, რომ ეს ისტორია არ გადაწერონ არც ერთ შემთხვევაში. ისევე როგორც 8 მილიონის მოპარვას რომ პიჯაკების საქმე დაარქვეს, 8 მილიონი ლარის მოპარვას ბიუჯეტიდან დაარქვეს ვითომ პიჯაკების საქმე. ეგ ცალკე ეს არ უნდა გაუკეთოს. სააკაშვილი ამ შემთხვევაში მხოლოდ კორუფციის ნაწილში შავდებული არის და ყველა ის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაული, რომელიც წინდა ხელისუფლებას აქვს თავის ანგარიშში, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში სააკაშვილის მაგაზე არასამართლობენ, ეგ ძალიან პრობლემაა. და რაც შეეხება არჩევნების საკითხს, კი, ამათ აღიარეს წაგებული არჩევნები იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ წააგეს და ქვეყნის უმრავლესობა მიუხედავად ტოტალური დაშინებისა, ორწლიანი. თან ეს ხო ის არის, კოკაც ხო გახსოვთ, წინა საარჩევნო დაშინება ხო არის რამდენიმე თვით. ან ბიძინა ივანიშვილი რაც შემოვიდა პოლიტიკაში, იმ დღიდან დაიწყო მასიური დაშინება ყველა იმ ადამიანის, ვინც ღიად თუ პოტენციურად შეიძლებოდა ყოფილიყო ქართული ოცნების ამორჩეველი. ეს იყო
ძალიან მარტივად ისეთ ცნობად პირებზე ღია თავდასხმები და არა ცნობად ადამიანებზე ტერორი ქვია მაგას და ხო მარტივი მიზეზის გამო საქართველოს აბსოლუტურმა უმრავლესობა ქართულ ცნობად მისახმა ამათ მოუწიათ რომ ეგ არჩევნები და წაგებულად და წლევანდელ არჩევნებში საქართველოს აბსოლუტურმა ეთქვე ქართულ ოცნებას მისახმა და ეხლა როგორღაც სხვა შედეგს ვერ გამოვიდა ნათია გოქსაძე სად არის ახლა ჟურნალისტი იყო ჟურნალისტი და თავარ არხზე არის ისე კი ბატონო გავუშვით აბა ეს რას ამბობს აციბე ამბობს ხო საკუთარი აზრია ეს რასაც ჩვენ ეს მაგარ პერსონაჟებს არა მაგარ რაღაცების მომხრეებმა ისიც უნდა გაიაზრონ რომ რეჟიმი მათ ელემენტარულ პირობებსაც ვერ მოუგვარებს თუ კი ასეთები დადგება იზოლაციისთვის განწირულ ქვეყანაში კი გაცილებით უფრო დიდი განმკითხაობა სიღარიბე და სიღატაკე იქნება და როდესაც რეჟიმი პრიმიტიულ პრობლემებსაც ვერ გადაჭრის ასეთ სასაცილო და დამამცირებელ ახსნა განმარტებებს მიუგდებს ანუ ტრამპი სად არის ეს იზოლაცია ხო ერთ ამას ვიტყვი რა ტრამპი ჩავა მოსკოვში აი თქვენ როგორც უყურებთ ამ განცხადებას ისევ ხედავ ამ კადრს ტრამპი ჩავა მოსკოვში ხელს ჩამოართმევს პუტინს უკრაინას საწყალს წაართმევენ ტერიტორიებს მოიხსნება ყველა სანქცია აბსოლუტურად და დარასკლადდება მსოფლიო როგორც იალტის მერე დარასკლადდა 40-იან წლების ომის მერე მეორე მსოფლიო ომის მერე ანუ იზოლაციებმა სანქციებმა აკრძალვებმა ჭირი მოგჭამეს უკვე ესეც რომ არ იყოს საქართველოს ეკონომიკა რეალურად იზრდება ამ 3 წლის მანძილზე რეალურად იზრდება მართლა ოღონდ ჩვენი დათვლით კი არა უცხოელების დათვლით მათი ექსპერტების შეფასება მაგრამ იზოლაცია რა არის გასული რა არის თუ იზრდება ეკონომიკა მე მომწონს ეგეთი იზოლაცია და როდესაც ბრიქსის ქვეყნების ახალი სავაჭრო გზები გაკეთდება რომელიც არის ერთი აბრეშუმის გზა ახალი აბრეშუმის შუადერეფანი ხო შუადერეფანი რომელიც არის ასევე ის ძალიან დიდი პროექტი პეტერბურგიდან მუმბაიმდე როცა ეს გზები ამოქმედდება მან კიდე საქართველოს როლი იქნება ერთი-ორად გაზრდილი და ჩვენ ამ ეკონომიკურ ზრდასაც ასევე ვიგრძნობთ ძალიან იმიტომ ეგეთი მონუმენტური მნიშვნელობის პროექტი არ ყოფილა. როდესაც აი ეს გოგონა რომელსაც ჭკუა არ მოეკითხება, ლაპარაკობს იმაზე რომ ეკონომიკა ისე დაეცემა რომ ელემენტარულ პრობლემებს ვერ მოარგუარებს ქვეყანა, ჩვენ ვიცით ასეთ ქვეყნების მაგალითი გერმანია არის ასეთ ქვეყნის მაგალითი. არის შენ ახლა იქ გაელაპარაკება, რამდენი გავხდათ, თუ დაგელაპარაკებიან გაზი დენის ფასი რამდენია? სანამ აქ ვარ ხა აქაურობაზე ვალაპარაკებ და რო ჩამოვალ მე უკვე კაი რაღაცებით ჩამოვდივარ უკვე გეუბნები. არა მართლა დაელაპარაკე, პრობლემებით არის. მოდი დაელაპარაკე რაზის არიან თავიანთ ხელისუფლებაზე. ნუ ბერლინში არ ვიცი, მაგრამ სხვადასხვა ხარეებში სხვანაირად არის. ბერლინი მაინც დემოკრატიული ის არის, რა ქვია, ადგილი. მაგრამ ხო, აბა არჩევნები რო არის ახლა იმ პარტიას რამდენი მისცემს მას? სხვათა შორის, კაი, ხა მაინც უნდა მალაპარაკო აქაურზე. სხვათა შორის, ეს საარჩევნო ბილბორდები ხო არის რა? და ვაფშე ყველასი არის AfD-ს გარდა. AfD-ს ცენზურა. აკრძალული AfD-ს. ცენზურა. AfD-ს აკრძალული. ხო, ანუ სხვა ცენზურა ქვია, რა ქვია? პოლიტიკური ისა, რომელიც ნებადართული არის, რომ საარჩევნო სუბიექტი იყოს. მეორეა რეიტინგით. მეორე რეიტინგი 30%-ზე მეტია, მაღალი აქვს სახალხო მხარდაჭერა. 30-ზე მეტია. 30-ზე მეტია. გაჩნია მხარეს ხო მართალია. და ილონ მასკი კიდე უფრო რო დაეხმარება, კიდე მეტი ექნება. და როგორც მილეი მოიყვანა არგენტინაში. არც ერთი საარჩევნო ბილბორდი, არც ერთი საარჩევნო პლაკატი, აი რეკლამაც არ იქნება ტელევიზიაში. შოულობ პატარა პლაკატებს რო წებოთი აკრა, აი ეგეც კი ბილბორდზე კი აღარ ალაპარაკი, მაგის უფლებაც კი არა აქვს. მედიაში შეზღუდული იქნება ძალიან. ტელევიზიაში არ იწვევენ. ხო. აგერ ჩაატარეს ახლა კონსერვატორებმა ევროსკეპტიკოსებმა თავიანთი სამიტი, იტალიელებს იყვნენ, ეს პარტიაც იყო ნიდერლანდების მმართველი ზალა, ხო? ესპანეთში, ხო. ნიდერლანდების მმართველი დამავიწყდა კაცის სახელი. ორბანი თავისთავად ფიცო და გაშუქდა საქმე. მე ვნახე. არა, შენ დაინტერესებული პირი ხარ, მაგრამ ის წაიღებდნენ ახლა სხვა ქვეყნების ლიდერები შეხვედრილი ჩვენ კეთროვანებს გვეძახნენო და სოციალური აუტსაიდერები კი არა პოლიტიკური აუტსაიდერები ვიყავით და ახლა კიდე დისკურსს და მეინსტრიმს ვქნითო რა მაგრამ ეს ხო ვიცით რომ ბიჭო ხო მაგრამ სადაც იზოლაცია შეგიძლიათ ამიხსნათ 4 თვე არის გვეუბნებიან რომ საქართველოს არის იზოლაციაში ექცევა იზოლაციაში და
რა არის ანუ აი შუქჩრდილები მაინც რითი იკვეთება რომ იზოლაციაში ჯონსონი რო გვემუქრება რა ხო ანუ კლოუნებით და მინდა გადაცემა დავასრულო ხვალინდელი პროგნოზით ღმერთს ვთხოვ რომ სანქცირებულთა სიაში თუ ასეთი არსებობს მედია პერსონების სანქცირებულთა სიაში ვიყო მე იმიტომ რომ ჩემთვის დიდი პატივია და უკვე აი მაგალითად ახლა ესტონეთის მთავრობამ რომ დაგასანქცია შენთვის პრობლემა არ იქნება კი მინერვიულებ მაგრამ აქ საუბარია რეზოლუციაზე პარლამენტის რეზოლუციაზე რომელშიც უნდა მოხდე აუცილებლად იმიტომ რომ რაღაცა უნდა დაფასდეს ჩემი პირადად ჩემი შრომაც რა იმიტომ რომ მესმის უდიდესი პატივი სხვა ტელევიზიებს ვისი გვარების დასახელდა მაგრამ ევროდებილებისთვის საქმის გაფუჭებაში მე იმ ადამიანებზე მეტი მაგ გაკეთებ მეც გაკეთებ შენ რა თქმა უნდა ღრმა პატივისცემის მიუხედავად რა თუ ტელევიზიებია საქმე ჩვენ მეტი გაკეთებული და აი ეს უსამართლობა არ მომწონს და ევროპელები ხო არიან სამართლიანები აი სამართლიანად უნდა დაგვასანქცირონ რა შენ რას ფიქრობ შენ რო დაგასანქცირონ და მანდ დეპორტაცია რო გაიკეთონ აი ძალიან არ ვიდარდო რა მან თემა არის რომ ჩვენ მართლა მაკარტიზმის პერიოდში იყო ხო ვინც პატივსაცემის შემოქმედი იყო კომუნისტების სიაში თუ არ ეწერა კაცი არ იყო კი სარტრი ასე შემდეგ პაზოლინიც ხო კომუნისტი იყო იგივე თემა გიგას იგივე თემა არის რა ეხლა ან პიკასო როგორც ბილი ბრაგის იმცნობელ სიმღერაში თუ შავსიას ადგენთ მე მინდა რომ იქ ვიყო იმიტომ რომ ისეთ ხალხი ადგენს ამ შავსიას რომ ეგ ისეთი ძალიან კომპლიმენტი არის მათ რო არ ვევასებია ხო და ანუ ისეთი პონტია რა ეხლა თუ მართლად გება და მედია პერსონებზე მიდის ლაპარაკი მაგის დედავატი რომ ვიზა დაკლებ მედია პერსონებზე ჩვენ რო გაგუჭებული მაგათთვის ლიბერდებილებისთვის საკრიტიკალისტებისთვის ვისა აქ ჩვენზე მეტი ვისა აბარა მეგონი დაგვიფასებს ეს ხალხი დიდი მადლობა მეგონი დაგვიფასებს ისტორია ხვალ შევხვდებით ერთმანეთს აბა მადლობა ყურადღებისთვის ხვალამდე